ეს რესურსები, რაზეც ცოტა ხნის წინ იყო ლაპარაკი, დაახლოებით 1-2 კვირის წინ იყო თავი თემა მედიაში, უკრაინა რაღაც რესურსების 50%-ს უბრალოდ ამერიკა თხოვდა დათმობას, ხო 50%-ის. ისიც კი იყო ჩასული სკოტ ბესენტი, სწორად ვამბობს ახალს, ხო? როგორ იქნება ქართულ ენაზე მის თანამდებობა? ტრეჟერის უფროსი ქართულად. კი, საგანძური არასტორი არის, მაგრამ ეროვნული ბანკი თუ არ ვიცი, ფინანსების საბოჯაფი გულა ფინანსთა. ხო, ეგ ცოტა უცნაური იყო, ვერ გავიგე ეგ რატო ჩავიდა უკრაინაში, მაგრამ ესეც რაღაც თამაშის ნაწილი ხო არ არის, რაღაც როგორც ის ბიზნესმენი, ესე თამაშობს, რომ ხალხი დაუჯდა რუსეთს, რომ მე უფრო მეტად ევაჭროს უკრაინას და უფრო მეტი პროცენტი დაათმობინოს. ანუ ესეთი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის ეს უკრაინის რესურსი? უკრაინის რესურსების უმეტესობა არის ახლა იმ ტერიტორიებზე, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. აქედან გამომდინარე მაგაზე ვაჭრობა თუ არის საუბარი, რომ უკრაინა შეუძლია მწვანეში აუნთოს ნებისმიერ დროს, მაგრამ უკრაინამ სანაცვლოდ უნდა მიიღოს ისეთი რამ, რაც უღირს. ანუ ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა, თამასა ძალიან მაღალია. საერთოდ ეს თამასა რომ ძალიან მაღალია, ხედავთ ყველა მხრიდან. ჯერ ტრამპმა აწია თამასა. რო თქვა რომ აი გრენლანდია მინდა, კანადა მინდა, ეს ყოველ მარტო ტერიტორიების სურვილი კი არ არის. ის ამბობს რომ თუ ტერიტორიებს ვერ მივიღებ, სხვა რამე მაინც მივიღო, რაც ასევე კარგია, დამატებითი ბაზები, რესურსებზე უფრო მეტი წვდომა, პორტები. ანუ შეიძლება ეგ იყოს მისი მეორე სურვილი. თამასა აწეულია რუსეთის მხრიდანაც, რომელიც ამბობს რომ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიები მომეციმე და მეღიარე, არამედ ნატოს სამხედრო ძალებიო, ამას ითხოვს. არ გავიდესო ჩეხეთიდან დასავლეთითო, ანუ პოლონეთიდანო, ბალტიისპირეთიდანო, ბალკანეთიდანო გავიდესო. ნატოში დააჩნენო ეს, მაგრამ მისი ძალები წარმომადგენლები არ იყვნენ რაკო. და გავიდნენ ჩეხეთიდან დასავლეთითო. განა იმიტომ რომ მას მართლა ჯერა რომ ჩეხეთიდან დასავლეთით გავა ნატო, არა, თამასას წევს ძალიან მაღლა. და მე ამბობს რომ აი, კარგი, მაშინ დავთანხმდები ცოტა უფრო ნაკლებს. ცოტა უფრო ნაკლები იქნება ალბათ შეიძლება იყოს მთელი უკრაინის კონტროლი ან ასე შემდეგ, რაღაც მსგავსი სურვილები. ამიტომაც არის რომ ეგ მიდგომა რომ სანამ გამიშვებენ, მანამდე ავწევ თამასას. ეგ სრულად მოსაოდნელი ამბავია. მაგრამ მეორეს მხრივ აქ უკრაინაც არის, ხო? რომელსაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ის ნებისმიერი მცდარი ნაბიჯით კარგავს ყველაფერს, სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც მისი მხრიდან რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მისცეს რესურსებზე წვდომა, რაღაც განსაკუთრებული გარანტიების გარეშე არის სიგიჟე. ამიტომაც ის ამას არ გააკეთებს, თუმცა შეიძლება ტრამპის მხრიდან იყოს მსგავსი თამასის აწევის მცდელობა, რომ აი მე თუ შენ ამას არ მომცემ, საერთოდ მიგატოვებ. მაგრამ ტრამპმა მართლა რომ მიატოვოს ეს პირველ რიგში დააზარალებს ამერიკის ჰეგემონიურ ინტერესებს და შემდეგ დააზარალებს. სულ რო შეთანხმდეს უკრაინა და უთხრას 50% შენი იყოს, ჯერ რუსეთი იქნება იქიდან გასაგდები ტერიტორიიდან, ხო? აბა ტერიტორიების დიდი ნაწილიდან, იმიტომ რომ დონბასი არის მართლაც ყველაზე აქტიური ეკონომიკური ზონა.